სალამი მეგობრებო, ჩვენი უკვე მეათე ვიდეო შეხვედრა. ძალიან ღრმა და სერიოზულ მოვლენებზე გვაქვს საუბარი. მივდივართ წინ. ჩვენი წინა შეხვედრის ბოლოს გარკვეული ალტერნატივა შეექმნა. ანუ საუბრობდით იმაზე, თუ რას აირჩევს ადამიანი აი ამ მიმდინარე ჩვენი ეპოქის შფოთვარე პერიოდში. ხელოვნური ინტელექტი, კონვეიერული განვითარება, ანუ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი დარაზმული კაცობრიობის რიგებში ყოფნა, თუ ინდივიდუალური განვითარება. აი ერთია ესეთი სლაიდი, ანუ ერთი მიმართულება და მეორე. ანუ თუ ირჩევთ ინდივიდუალურ განვითარებას და ჩვენ ინდივიდუალურ განვითარებაზე გვექნება საუბარი და ამ მიზნით ვართ ჩვენ მოტივირებულები. მივახცევთ თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. მე ინფორმაციას გადმოგცემთ აუდიო და ვიზუალური საშუალებებით. ანუ როდესაც სურათს უყურებ, ესეც არის ინფორმაციის მიწოდების საშუალება. ყველა დეტალი ნიშნულოვანია. კაცნების ემოციით არის მონიშნული, ფერებით ვცდილობთ, რომ აქცენტირება გავაკეთო მოვლენებზე, გარკვეულ დეტალებზე და თქვენს ისწავლოთ აი ამ ინფორმაციით გაშიფრვა. ყოველთვის ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ერთმანეთს ზოგადად და დეტალებით. დეტალებში ჩანს ინფორმაციის მიწოდების ხარისხი. მიაქციათ ყურადღება დეტალებს. თუ განავითარეთ ეს უნარი, დეტალების და ზოგადი სისტემური მიდგომების დანახვა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ინდივიდუალური განვითარების გზაზე ვივლით. თუ გახსოვთ, აი ეს სლაიდიც იყო, რა ხდება ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში, რა პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ იერარქიულ რანგზე გვქონდა საუბარი. ეს ერთ-ერთი ძირეული მნიშვნელოვანი ჩვენი ქცევის პროგრამა არის, ევოლუციით შემუშავებული და გენეტიკურად გადმოიცემა თაობიდან თაობაში. ანუ ეს ბიოსია, თუ კომპიუტერულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ეს ის არის, რითიც იწყება ჩვენი განვითარება. კომპიუტერს როდესაც ვფრთავთ, ბიოსი ირთვება და იწყებს მთელი სისტემის შექმნას. კომპიუტერშიც არის პირველადი სისტემა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ეთოლოგიური სისტემა, ის ძირითადი პროგრამები, რაც საჭირო არსებობისათვის და მეერე მიდის უკვე ყველა იმ რთული ინტელექტუალურად დატვირთული პროგრამის ჩართვა და მთლიანი სისტემა გვიყალიბდება. აქაც პირველადი პროგრამები. ანუ თუ პირველად პროგრამებს ვეხებით, საჭირო რომ ვიცოდეთ მათ შესახებ ყველაფერი. ანუ ეს სლაიდი იყო ჩვენი ერთ-ერთი სლაიდი, სადაც პრობლემაზე იყო საუბარი. გაიხსენეთ, დაათვალიერეთ კიდევ ერთხელ და გარკვეული დასკვნები გავაკეთეთ. რა ხდება ამ შემთხვევაში? ანუ რას ისახავს მიზნად ხელოვნური ინტელექტის კონცეფცია ყველგან? კაცობრიობის, ანუ ანთროპოლოგიური გადასვლა ახალ ეპოქაში და ახალი ადამიანის შექმნა. მისი პროგრამირება. იციან ხელოვნური ინტელექტის მიმდევრებმა, ჩემმა კოლეგებმა, რომ ადამიანი პროგრამირებადი არსებაა. პირველი რაც უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, თუ დავდგებით აი ამ ხარაზე, ვინ არის მთავარი მომქმედი პირი, მასწავლებელი. აი აქ გადის ზუსტად ის ზღვარი წარმოდგენების, სამუშაო წარმოდგენების, აი ამ პროექტის განხორციელების და ამაზე არის აქცენტი. მე არაერთხელ მომისმენია, როგორ უყურებდა ჩინოვნიკობა და მასწავლებელი ჯარისკაცივით არის. მასწავლებელმა ბრძანებები უნდა შეასრულოს. მასწავლებელმა პროგრამას უნდა მიყვეს. მასწავლებლებმა წიგნი უნდა წაიკითხონ და ბავშვებს მოუხდნენ. ეს ყველაფერი გაგონილი გვაქვს და მასობრივად მიდიოდა ამის განვითარება და მასწავლებელთა იერარქიის აგება. საქართველოში რაც ხდებოდა, გამოცდები, ხელფასები, სასიცოცხლო რესურსები, ანუ ის რეფორმის ერთი ეტაპი, რომელიც ახლა არის უარყოფილი, ეს იყო გამოცდების ჩაბარებით მცდელობა იერარქიის ჩამოყალიბების. რა თქმა უნდა, თავიდანვე მცდარი იყო, მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა, არავინ არ იცოდა, როგორ უნდა იყოს აგებული ჯანსაღი ინტელექტუალური იერარქია, რომელიც განათლების პრობლემებს გადაწყვეტს. აი ასეთი ამოცანა იყო დასმული. ნახეთ, მე კიდევ ერთხელ გამოვკვეთე ის მთავარი პროფესია, რომელზეც იყო მიტანილი
სერიოზული იერიში და საქართველოში ეს ექსპერიმენტი ძალიან სწრაფად და მასშტაბურად განვითარდა. მიზანში იყო ამოღებული მასწავლებელი და გვაქვს ესეთ სიტუაცია. ეხლა ჩვენ ახალ ეტაპს უახლოვდებით უკვე მოშლილი წინა ინტელექტუალური იერარქიით. თუ სიღრმისეულად შევხედავთ, ამაში არის მთავარი პრობლემა. თუ ირჩევთ თქვენ ინდივიდუალურ განვითარებას, თქვენი და თქვენი ბავშვების ალბათ ამაზე უარი უნდა ვთქვათ. როგორ ხერხდება ეს ყველაფერი და სადა ვართ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე და როგორ მიმდინარეობს ამ სისტემის აწყობა. როდესაც რაღაც ახალი იდეა ჩნდება, ამ იდეის ექსპლუატირება ხდება. ყოველთვის ნებისმიერი მიღწევა, თუ შევხედავთ სხვა მხრიდან, შეიძლება საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. აზროვნება ამაზე შეტევა და მასშტაბებელზე შეტევა ზუსტად STEM მიდგომის გარკვეული სახის რეალიზაციით დაიწყო. და ეს პროცესი საქართველოში მიმდინარეობს. ერთმანეთს ეჯიბრებიან მასშტაბლებლები თავიანთ STEM-ობანაში. ამას აკეთებენ შეუგნებლად, პროგრამდებიან ამით და გონიათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ და წინ მიდიან, მაგრამ ამის უკან დგას პირველ რიგში კომერციული ინტერესები, მაგრამ უფრო ღრმად რო ჩავიხედავთ, აი ესეთი ანთროპოლოგიური ტრანსფორმაციის და გადასვლის გარკვეული მიდგომა. ეხლა გაგიკვირდებათ ალბათ, მეც STEM-ზე ვლაპარაკობ, რა არის, რა შეა საქმე, ორგანიზაცია შევქენი, Science, Technology, Engineering, Mathematics, მაგრამ მე სხვანაირად უყურებ, ინდივიდუალური განვითარების თვალსაზრისით უყურებ ამას და ვხედავ ყველა ნაკლოვანებას. ანუ საქართველოში STEM აჟიოტაჟი ინტელექტუალური განვითარების საწინააღმდეგოდ განვითარდა. ბავშვები, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, ვერ ქმნიან აბსტრაქტულ სისტემას. ვერ აღწერენ იმას, რასაც აკეთებენ. უხარიათ აი ამ ჯილდოების, კონკურსებში მონაწილეობის, მაგრამ მათი ინტელექტუალური განვითარება ჩერდება. ანუ ეთოლოგიური ამოცანის გადაწყვეტა მიმდინარეობს. იერარქიული ბრძოლების გაძლიერების უკვე ბავშვობიდანვე დაწყებული. ასეთია რეალობა, ასე გვაქვს საქმე. მასწავლებლების ტვინებს ბრძოლა შეიძლება ვთქვათ წაგებულია. ანუ ინდუსტრია, ჩინეთის ინდუსტრიამ დაიწყო მასობრივი ტირაჟირება იმ სათაბაშოების, მე რომ მკითხოთ, თითქოს განმავითარებელი, მაგრამ სინამდვილეში ზედაპირული და გვაქვს წაგებული. ეხლა შეხედეთ როგორია მდგომარეობა, აი ასეთია, ეს იგივე სურათია, მაგრამ მეც ვარ ჩართული ამ საქმიანობაში. STEM მიდგომა და STEM-ს ორგანიზაცია შექმნილია ინდივიდუალური, ინტელექტუალური განვითარების მიზნით. ამიტომ წამომიწყე ეს პროექტი, როდესაც ვნახე, რომ მასწავლებლების ტვინების და ინტელექტუალურ განვითარებაზე ბრძოლის ხაზი გარღვეულია, აჟიოტაჟი დაწყებულია, ამიტომ დავიწყე ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ წამოვიწყო პროექტი, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს ვიმუშაობ. ვცდილობ, რომ ორგანიზაცია შევქმნა ვებინარები მასწავლებლების, მათი შერჩევა უნდა მოხდეს და მე ვთხოვ ჩვენს პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებელს, რამდენიმე გამორჩეული მასწავლებელი არის ჩვენი გუნდის წევრი. განსაკუთრებული პედაგოგები არიან, გვაკვირდებიან და ეხლა მათთვის მე მგონი უფრო გასაგები გახდება, რას ვაკეთებთ. ანუ აი ასეთი ალტერნატივა. რადგან ბრძოლის ეს ხაზი წაგებულია, ამიტომ უფრო ღრმად ვცდილობ, რომ შევხედო ამას. ამიტომ დავიწყეთ ოჯახზე და პირველად განვითარებაზე საუბარი. აი აქედან გამომდინარეობს ჩვენი მიზანი. შემაჯამებელი წარმოდგენა ასეთნაირად შეიძლება შევქმნათ. ორი დიდი მიდგომა არის. მე რა თქმა უნდა მარტო არა ვარ. აქაც მყავს კოლეგები, განსაკუთრებით ჩემი სტუდენტები, ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც მენდობიან, რომლებიც მიცნობენ, ამით ისარგებლებენ. მათ ოჯახებში თუ გაჩნდებიან გენიოსები, ისინი ინტელექტუალურად განვითარდებიან. ეს ბოლო, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გამეორებული სლაიდი უკვე იგივე ამოცანით, რაზეც იყო ადრე საუბარი, ანუ იერარქიული რანგის საკუთარი მომავლის მიმართ. აი ეს უნდა განისაზღვროს. ანუ ოჯახი უნდა საზღვრავდეს ამას. ახალგაზრდა მშობლები უნდა დაფიქრდნენ, რომელ ალტერნატივას ირჩევენ. მიუგდონ ბავშვს მობილური ტელეფონი,
თუ ვითარდნენ ინტელექტუალურად ოჯახიც და ბავშვიც, გეტყვით ხუმრობით, რომ ეს ჩემი პროექტი შეთანხმებულია. მე მგონი გაჩვენეთ რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანა დიდ მასწავლებლებს, რომლებიც გვაკვირდებიან, ვთხოვ რომ დაიწყონ ფიქრი. შესაძლებელია თუ არა 20 მასწავლებელი მაინც შევკრიფოთ, ამ საკითხებზე ჩავატაროთ ვებინარები და დავიწყოთ მასწავლებლებთან მუშაობა. იმისათვის რომ მივიღოთ გარკვეული გამოცდილება. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.